სამცხე-ჯავახეთში ფარავანის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა. 97 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესი თურქული ანადოლი ჯგუფის ინვესტიციით აშენდა. ჰესი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდისთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ფარავანი ჰესის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 400 მილიონი კილოვატ-საათით გაიზრდება. ფარავანის ჰიდროელექტროსადგური ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას და ახალი ჰიდროელექტროსადგური ორი ქვეყნის, საქართველოსა და თურქეთის წარმატებულ პროექტად შეაფასა. ენერგოსექტორი ეს არის ის სფერო, რომლის განვითარებას პირდაპირ კავშირში არის ჩვენი ეკონომიკის აღმავლობასთან. ენერგოსექტორის განვითარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის რეალურად ფეხზე დაყენებას. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასთან რეგიონში. ფარავან ჰესი პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც ექსპლუატაციაში ბოლო 35 წლის განმავლობაში შევიდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი ამერიკული დოლარია. მისი მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და რესურსი თურქეთის ბაზარზე გავიტანოთ ელექტროენერგია, აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა. კახა კალაძის თქმით, საქართველო ენერგეტიკულად მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული, თუმცა ეს დროებითია. საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლობელი და ჩვენ მთავრობამ, ხელისუფლებამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რადგან ეს რესურსები იქნეს რაციონალურად ათვისებული და გამოყენებული ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. ფარავან ჰესის გარემოზე ზემოქმედების შესახებ სპეციალური კვლევა აქვს მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას. ორგანიზაციაში იშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური საფრთხეს წარმოადგენს როგორც ეკოსისტემისთვის, ისე მოსახლეობისთვის. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჰესის ამოქმედების შემდეგ მცირე წყალდიდობის დროსაც კი ახლოს მდებარე სოფელი ხერთვისი დატბორვას ვერ გადაურჩება. პრემიერ-მინისტრმა კი ჰესის გახსნის ცერემონიაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით კვალიფიციურ ანალიზს ეფუძნება და საქართველოს მთავრობა ენერგოსექტორს კითხვის ნიშნების გარეშე განავითარებს.